არსებობს თუ არა საიდუმლო იარაღი, რომელსაც მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია. და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ხელოვნური მიწისძვრების თეორიის დავიჯეროთ. ბოლო წლებში უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არსებობს ტექტონიკური იარაღი, რომელიც თითქოს დედამიწას ქერქშიგნიდან აზანზარებს. ზოგი მიწისძვრებს ბირთვულ ტესტებს უკავშირებს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ სუპერ სახელმწიფოებს უკვე აქვთ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მთლიანი ქალაქების განადგურება, მაგრამ რა არის სიმართლე? ჩვენ შევაგროვეთ ყველაფერი. ისტორიული ექსპერიმენტები, სამეცნიერო დასკვნები, სამხედრო განცხადებები და შეთქმულების თეორიებიც კი. გამოვიკვლიეთ, არსებობს თუ არა ამჟამად ისეთი იარაღი, რომელსაც შეუძლია მიწისძვრების გამოწვევა. ახლა მოდი ერთად გავარკვიოთ, არსებობს თუ არა ასეთი საიდუმლო იარაღი. თუ ეს უბრალოდ მითია. podcastis დაწყებამდე დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი, რათა არ გამოგჩეს ჩვენი სხვა სუპერ საინტერესო პოდკასტები. მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს გარკვეული ქვეყნების ინდუსტრიაზე, ეკონომიკასა და მოსახლეობაზე, კატასტროფის, ხელოვნური ბუნების შესახებ ხშირად სპეკულაციებს განაპირობებს. საუბრობენ ტექტონიკური იარაღზე, ჰიპოთეტურ მეთოდზე, რომელსაც კონკრეტულ ადგილას მიწისძვრების ხელოვნურად გამოწვევა შეუძლია. ტერმინი ტექტონიკური იარაღი 1992 წელს საბჭოთა კავშირის და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტმა ალექსეი ნიკოლაევმა შემოიღო. მან დამანგრეველი მიწისძვრის გამოსაწვევად დედამიწის სიღრმეში დაგროვილი ტექტონიკური ენერგიის გამოყენებას ტექტონიკური იარაღი უწოდა. ამ თეორიის მიხედვით ეს იარაღი დედამიწის ქერქის დეფორმირებული მოცულობის სახით ტექტონიკური აქტივობის რეგიონში ელასტი ენერგიის ძლიერ მუხტს ქმნის. ადამიანების გარკვეულ ქმედებებს მართლაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სეისმურ აქტივობაზე და გამოიწვიოს მიწისძვრები, მაგალითად ბირთვულ გამოცდებს, სამთო მოპოვებას და დიდი წყალსაცავების შევსებას. ბირთვულმა აფეთქებებმა შეიძლება გამოიწვიოს მცირე მიწისძვრები და აფთერშოკების სერიაც კი, თუმცა ეს უკიდურესად იშვიათია. როგორც წესი, აფეთქებებით გამოწვეული მიწისძვრები გაცილებით სუსტია, ვიდრე თავად აფეთქება და სეისმური ტალღების რადიუსი რამდენიმე ათეულ კილომეტრს არ აღემატება. ძირითადად აფეთქებების შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია 2-დან 250 კილოტონამდე მერყეობს. შედარებისთვის 1998 წელს ავღანეთში მომხდარი 6.5 საშუალო მაგნიტუდის მიწისძვრის სიმძლავრე 2000 კილოტონა იყო. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ 98 წელს ავღანეთში მიწისძვრა გამოწვეული იყო იმ თერმობირთვული ტესტებით, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე ინდოეთსა და პაკისტანში ჩატარდა. თუმცა ამერიკის გეოლოგიურმა სამსახურმა დაასკვნა, რომ არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი საფტკიცებულება ბირთვულ ტესტირებებსა და ავღანეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას შორის. და ეს სუფთა დამთხოვა იყო. ავღანეთში მომხდარი იმ სიდიდის სეისმური ბიძგების ხელოვნურად გამოსაწვევად საჭირო იქნებოდა რამდენიმე ათეული ათასი კილოტონის წონის ბომბი. სხვა შორის ამ ზომის ბომბების აფეთქებები ისტორიის განმავლობაში მომხდარა, მაგრამ მათაც კი არ გამოუწვევიათ დამანგრეველი მიწისძვრები. მაგალითად, ისტორიაში ყველაზე დიდი თერმობირთვული ბომბის 58000 კილოტონიანი ცარ ბომბის აფეთქებას, როგორც ამბობენ, იმ რეგიონში მნიშვნელოვანი მიწისძვრები არ გამოუწვევია. $1971 წელს შეერთებული შტატების მიერ ალეუტის კუნძულებზე ჩატარებულმა უდიდესმა მიწისქვეშა თერმობირთვულმა ტესტებმაც კი ვერ გამოიწვია მიწისძვრები. თან ალეუტის კუნძულები ისედაც სეისმურად აქტიური ზონაა, ხოლო 5000 კილოტონიანი ბომბის აფეთქების შედეგად 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური ენერგიის რაოდენობა გამოთავისუფლდა. ამიტომ ბირთვული აფეთქებების ტექტონიკური იარაღად გამოყენება უაზრობაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამით სასურველი შედეგის მიღწევის ალბათობა დაბალია. კიდევ ერთი საქმიანობა, რომელსაც შეუძლია მიწისძვრების გამოწვევა, არის ჰიდრავლიკური რღვევა. ეს პროცესი გულისხმობს ფიქალის საბადოებში ჭაბურღილების ბურღვას და წყლის, ქვიშისა და ქიმიკატების მაღალი წნევის ქვეშ შეყვანას, რათა ქანი დაიშალოს და ნავთობი გამოიყოს. ზოგიერთ რეგიონში ქანების მოძრაობის გამო ამ წარმონაქმნის რღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მიწისძვრები, თუმცა ჰიდრავლიკური რღვევის ქმედებების დიდი უმრავლესობა ქანების მოძრაობას არ იწვევს. ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებული ადამიანის მიერ გამოწვეული მიწისძვრების უმეტესობა გამოწვეულია არა თავად ჰიდრავლიკური რღვევით, არამედ ჩამდინარე წყლების განკარგვით. ნავთობი ბუნებრივად ერევა დიდი რაოდენობით წყალს, რომელიც მოპოვების შემდეგ უნდა გაიფილტროს და განადგურდეს. თუმცა ეს ჩამდინარე წყლები შემდეგ ისევ ღრმა რეზერვუარებში შეყავთ, რომლებიც ქანების არსებულ ნაპრალებზე ზეწოლას ახდენენ და მიწისძვრებს იწვევენ. ამ გზით გამოწვეული ყველაზე ძლიერი დოკუმენტირებული მიწისძვრა 5.8 ბალიანი ოკლაჰომაში 2016 წელს მოხდა, თუმცა სეისმურ აქტივობას ჩამდინარე წყლების რეზერვუარების მხოლოდ მცირე პროცენტი იწვევს, როგორც წესი ისეთი, რომლებსაც ძალიან დიდი მოცულობა აქვს და
ნაპრალებთან ახლოს მდებარეობენ. ასევე ცნობილია შემთხვევები, როდესაც დიდი მიწისძე და წყალსაცავების შევსებამ იმ წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე სეისმურობის ზრდა განაპირობა, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება მიწისძვრების პროვოცირებისთვის მტრულ ტერიტორიაზე არ შეიძლება, რადგან სეისმური აქტივობა ჭაბურღილებთან ან წყალსაცავებთან შედარებით ახლოს იზრდება და თან ყოველთვის არა. 2023 წელს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა რამდენიმე შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ეს იყო თურქეთის წინააღმდეგ ამერიკის სადამსჯელო ოპერაცია. მაგალითად, TikTok-ის მომხმარებლებმა ერთმანეთს დააკავშირეს 6 თებერვლის მიწისძვრა და 3 თებერვალს თურქეთის პორტ გიოლჩუკში მეგაქობინებით აღჭურვილი ამერიკული გამანადგურებლის ჩასვლა. თეორიის თანახმად ამ გემს სეისმური იარაღი HAARP სისტემა, ანუ მაღალი სიხშირის აქტიური ჩრდილოეთის კვლევითი პროგრამა გადაჰქონდა, თუმცა ბევრმა მეცნიერმა ეს თეორია უსაფუძვლოდ მიიჩნია და უარყო. HAARP არის რადიოგადამცემი, რომელიც ასხივებს რადიოტალღებს და არის ძლიერი AM რადიოსადგურის მსგავსი. აი ხომ გინახავთ რადიოზე FM და AM წარწერები, ხო და მეცნიერებს ჯერჯერობით არ აღმოუჩინიათ ისეთი მექანიზმები, რომლითაც AM რადიოტალღებს მიწისძვრების გამოსაწვევად გამოიყენებენ. კოლორადოს უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერმა დევიდ მალასპინამ განაცხადა, რომ AM რადიოტალღები ნიადაგში 1 სანტიმეტრზე ნაკლებ სიღრმეზე აღწევს. მაშინ როცა მიწისძვრები გაცილებით ღრმად ხდება. მაგალითად, თურქეთის მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრ სიღრმეზე მოხდა. გარდა ამისა, ბოსტონის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული ინჟინერის ასოცირებული პროფესორის ტოში ნიშიმურას თქმით, ტალღების ერთი ადგილისკენ მიმართვა და კონკრეტულ დასახლებულ ლოკაციებზე საჭირო სიზუსტით დამიზნება შეუძლებელია. მე-20 საუკუნეში ტექტონიკური იარაღის შექმნა რამდენიმე ქვეყანამ სცადა. ამერიკისა და ახალი ზელანდიის ერთობლივი სამხედრო პროექტი სახელწოდებით SELA მიზნად ისახავდა მრავალი ასაფეთქებელი მუხტის განთავსებით ოკეანის ფსკერზე ცუნამის წარმოქმნას. ტესტებმა აჩვენა, რომ დამანგრეველი ტალღის შექმნა სანაპიროდან დაახლოებით 8 კილომეტრში განთავსებულ 2 მილიონი კილოგრამი წონის ბომბების ჯაჭვს შეეძლო. თუმცა მტრის ქალაქების გასანადგურებლად ცუნამის გამოყენების ეს მეთოდი შედარებით არაეფექტურად მიიჩნიეს, რადგან ტალღის ენერგიის უმეტესი ნაწილი იშლებოდა და ნაპირთან მიღწევამდე კონტინენტურ შელფს ეჯახებოდა. პროექტის წარუმატებლობის მიუხედავად 1999 წელს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ასეთი იარაღის შექმნა თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ კვლევები არ ჩატარებულა. საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ორი პროგრამა: ვულკანი და მერკური 18, რომლებიც სუსტი სეისმური ველების გამოყენებით მიწისძვრის წყაროზე დისტანციურ ზემოქმედებას და ასაფეთქებელი ენერგიის გადაცემას სწავლობდნენ. ჩაატარეს არაერთი წარმატებული ექსპერიმენტი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდები შეწყდა. ლიცის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ლექტორმა როჯერ კლარკმა აღნიშნა, რომ ასეთი მექანიზმების შექმნა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამ თემაზე არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებაც. მას ჰქვია გარემოს ცვლილებების ტექნიკის, სამხედრო ან სხვა მტრული მიზნით გამოყენების აკრძალვის შესახებ 1978 წლის კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია 75 სახელმწიფოს მიერ და ხელმოწერილია კიდევ 17-ის მიერ. ის აღკვეთს მიწისძვრებისა და ცუნამების გამოწვევის მიზნით გარემოს შეცვლას. 1992 წლის 30 მაისს რუსული გაზეთის კომსომოლსკაია პრავდას პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირში გაეროს კონვენციის მიუხედავად გეოფიზიკური ან ტექტონიკური იარაღი რეალურად შემუშავდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სეისმოლოგმა გენერალ-მაიორმა ბოჩროვმა ნებისმიერი მინიშნება ტექტონიკური იარაღის არსებობის შესახებ კატეგორიულად უარყო. ასეთი იარაღი მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ის, ან შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება, ოფიციალურ წრეებში შეშფოთების საგანს წარმოადგენს. მაგალითად, ამერიკის თავდაცვის დივანმა უილიამ კოენმა 1997 წლის 28 აპრილს ჯორჯიის უნივერსიტეტში ტერორიზმის, მასობრივი განადგურების იარაღის და ამერიკის სტრატეგიის კონფერენციაზე ცრუ მუქარის საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა: სხვები ეკოტიპის ტერორიზმშიც კი ერთვებიან, რომლის დროსაც მათ შეუძლიათ დისტანციურად შეცვალონ კლიმატი, გამოიწვიონ მიწისძვრები და ვულკანები ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებითო, თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ამაზე საუბრები ადრეც იყო, მაგალითად, ნიკოლა ტესლა ამტკიცებდა, რომ პატარა რაღაც ისეთი, რომლის პალტოს ჯიბეში შენახვა შეიძლება, ორთქლზე მომუშავა მექანიკური ოსცილატორი, რომელზეც ის 1898 წელს ექსპერიმენტებს ატარებდა, მიწისძვრის მსგავს ეფექტებს იწვევდა. 2006 წელს იმ მოწყობილობის შექმნა სატელევიზიო შოუმ მიდბასტერმა მე-60 ეპიზოდში სცადა. მათ მოწყობილობას მიწისძვრის მანქანა დაარქვეს და სპეციალური კომპიუტერულად კონტროლირებადი ელექტრომაგნიტური ხაზოვანი აქტივატორი შექმნეს. ის დიდ სტრუქტურაში ვიბრაციებს განაპირობებდა, რომელიც ასობით ფუტის დაშორებით შეინიშნებოდა, თუმცა ის მნიშვნელოვან რყევას არ იწვევდა. მათი შეფასებით,
ოსცილატორის მათი ვერსიით ტესტირებამ მითი გააქარწყლა. ამგვარად, ზოგიერთ რამეს მაგალითად ბირთვულ ტესტირებას ან ღრმად ჩამდინარე წყლების განკარგვას მართლაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სეისმურ აქტივობაზე და გამოიწვიოს 5 ან 6 მაგნიტუდის ხელოვნური მიწისძვრები. თუმცა ასეთი მიწისძვრები ხდება სასტელი მოედნის, ჭაბურღილის ან წყალსაცავის უშუალო სიახლოვეს, ხოლო მსგავსი აქტივობების ორგანიზება უცხო მიწაზე არარეალურია, რადგან ასეთი მიწისძვრები არაპროგნოზირებადია, მათი იარაღად გამოყენება ამჟამად შეუძლებელია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეულ მოქმედებებს შეუძლია მცირე სეისმური ბიზგების პროვოცირება, მეცნიერებმა და ისტორიულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ზუსტად იმ დონეზე მიწისძვრის გამოწვევა, როგორც ბუნებრივ კატასტროფებს ახასიათებს, თანამედროვე ტექნოლოგიებით პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ამჯერად უკვე სხვა კითხვა იბადება. თუ კაცობრიობას ოდესმე ექნება შესაძლებლობა მართოს დედამიწის ქერქი, რაც გააკეთებს ის ამ ძალით? ამ კითხვაზე თქვენს პასუხს კომენტარების ველში დაველოდები. თუ გსურს მსგავსი თემების გაშიფრვა, დამაინტრიგებელი ისტორიები და კვლევებზე დაფუძნებული სიმართლე, გამოიწერე ჩემი არხი და დააჭირე ზარის ღილაკს მეტი მსგავსი ვიდეოსთვის. დიდი მადლობა.